Yo! Oh, oh! ჯადოსნურ დღესასწაულს ახალ წელს აღნიშნავენ თითქმის ყველგან მსოფლიოში. ყოველ ქვეყანაში არსებობს მისი შეხვედრის განსაკუთრებული საკუთარი ტრადიციები და ადათ-წესები, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი რამ. ეს არის ლამაზი და მხიარული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მომავლის იმედებს, სურვილებსა და ოცნებებს. ზოგი ახალ წელს ნაძვის ხეს სათამაშოს ნაცვლად თაღალდის კუპიურებს კიდებს, იმისთვის რომ მომავალი წელი ფინანსურად წარმატებული იყოს. ზოგი ახალი სამოსით და ბრჭყვიალა ფერებით ხვდება მომავალ წელს, რათა ყველაფერი ახალი დაებედოს. ყველას თავისი რიტუალი აქვს თუ როგორ ჩაუდგას სურვილი, როგორ გააცილოს ძველი და შეეგებოს ახალ წელს. ბევრი თვლის, რომ როგორც მოიქცევა პირველ დღეს, ისე დაებედება მთელი წელი. სრულწმენებთან დაკავშირებით რიტუალები ქართველებსაც მრავლად გვაქვს და ალბათ ყველას მეკვრის ტრადიცია გაგახსენდათ, რომლის ფუნქციასაც ქართველები ყოველი ახალი წლის ღამეს პირველ სტუმარს ვაკისრებთ და რომელზეც დამოკიდებულია ოჯახის მომავალი წლის წარმატება. მსგავსი რიტუალები წარმართული გადმონაშთია. გვაქვს განსაკუთრებული კერძი, რომელსაც ამ დროისათვის ჩვენ ვამზადებთ, ეს არის კვახი, რომელიც ტრადიციულად მიღებული იყო, რომ ყოველთვის უნდა ყოფილიყო საახალწლო სუფრაზე. საერთოდ მიჩნეული იყო, რომ აი კვახიც არის დაყოფიერების სიმბოლო და ხშირად დიასახლისები საახალწლო სუფრაზე, აი თვითონ კვახს გახეთქავდნენ ისე, რომ გადმოსწმეს მარცვლეული, მისი შიგთავსი გადმოყრილიყო სუფრაზე, რომ ამით დაებედებინათ სიუხვე და ბარაქიანობა და ამიტომ მიღებული იყო, რომ კვახი რაღაც ესეთი განსაკუთრებული კერძი იყო და ყოველთვის იყო საახალწლო სუფრაზე. ქართველების მსგავსად სრულწმენები ბევრ ქვეყანაში გვხვდება, ზოგი ახალი, ზოგიც ძველი. ძველი ტრადიციის თანახმად არგენტინაში დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. რუმინეთში ახალ წელს ორ ფერთან აკავშირებენ, ოქროსფერი და წითელი. ეს საახალწლო ფერებია. ამ ღამეს ყველა ცდილობს წითელი საცვლები ჩაიცვან, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წელი მათ დიდ სიყვარულს მოუტანთ. და ასევე ყველა ცდილობს ახალი წლის მოსვლამდე ვალები დაფაროს. დეივიდი ბათუმში 4 თვეარად ცხოვრობს. მისმა მშობლებმა კი ამერიკული ტრადიცია ამჯერადად არ დაარღვიეს და შვილს მისალოც ბარათთან ერთად ტრადიციული თბილი წინდები გამოუგზავნეს. ამერიკაში ძირითადად მეგობრები ვიკრიბებით ერთად საახალწლო სუფრასთან, შემდეგ ვთამაშობთ და ვსაუბრობთ. ძირითადად იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა გასულ წელს ჩვენ ცხოვრებაში და აუცილებლად ვგეგმავთ მომავალ წელს. ჩვენ გვჯერა, რომ რასაც იმ ღამეს ჩავიფიქრებთ, აუცილებლად აგვისრულდება. ბანგლადეშში ძირითადად მეგობრები ვიკრიბებით ერთად, რადგან მომავალ წელს ერთმანეთი დაგვებედოს. ინდოეთში მთელი ოჯახი საახალწლო სუფრასთან ვიკრიბებით, ვცეკვავთ, მღერით, შემდეგ ჩემი შვილები მოდიან ჩემთან და მამისგან დალოცვას იღებენ და მე მათ ვჩუქნი ახალ ტანსაცმელს. ინდოელები ახალი წლის ღამეს ვაღებთ კარს, ვანთებთ ბევრ სანთელს, რადგან ახალი წელი ყოველი ჩვენგანის ოჯახში შემოვიდეს. ბერძნული ტრადიციის თანახმად ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ მომავალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი წინაპრებისგან გამიგია, რომ სლოვაკეთში ახალი წლის ღამეს სუფრასთან არ შეიძლება ქათმის ან ნებისმიერი შინაური ფრინველის ხორცი. ცუდი წელი იქნებაო. ინგლისელებს ბევრი სრულწმენა გვაქვს და განსაკუთრებით ეს ახალი წლის ღამეს უკავშირდება. ამ ღამეს ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, მაგალითად თუ პირველი სტუმარი მოდის, ფრთხილად უნდა იყოს და აუცილებლად იცოდე ვინ არის. ის აუცილებლად კაცი უნდა იყოს, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. ასევე სამზარეულო თუ цаრიელია, ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს ფინანსური კრიზისი გელოდება. იაპონიაში ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას. განაში შუაღამისას ყველა წაჩხუბებული უნდა შერიგდეს. ახალი წლის ღამეს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეს ფერადი უხვი და ლამაზი დღესასწაულია, რომელსაც ახალი სურვილები და ოცნებები მოაქვს.
Thank you.